მოგესალმებით საღამო მშვიდობის ძვირფასო ტელემაყურებლებო, დღეს 4 შაბათია, საღამოს 8 საათი. დღეს გუშინ მოხდა ძალიან, ასე ვთქვა, ძალიან ცუდი ამბავი. საქართველოს დაკარგა სულიერი მამა, ილია მეორე, უწმინდესი და ჩემთვის ძალიან და არა მარტო ჩემთვის, ლიანას სრულიად საქართველოსთვის ეს არის ძალიან დიდი დანაკლისი, დიდი ტკივილი და მინდა რომ მიუსამძიმრო სრულიად საქართველოს და სრულიად ქრისტიან მოსახლეობას და არა მარტო. მინდა რომ წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ ილია მეორეს. კარგით, დღეს ჩემთან სტუდიაში, დღეს რავანდელ საღამოს ეთერში ჩემთან იმყოფება ბატონი ტრისტან წითელაშვილი, რომელიც გახლავთ გენერალ-მაიორი და ექსპერტი სამხედრო საკითხებში. მოგესალმებით ბატონ ტრისტან. დღეს ჩემთვის ძალიან რთულია ამ გადაცემის წაყვანა, იმის შემდეგ რაც მოხდა, მაქვს ზუსტად ილია მეორეზე 10 განსვენებული ილია მეორეზე საუბარი და თქვენს გისამძიმრებთ ამ დიდ დანაკლისს, რომელსაც არ ველოდი და მე პირადად გუშინ რომ გავიგე სოციალური ქსელებით რომ დაიღუპა, რო წავიკითხე, მეგონა ტყუილი, იმიტომ რომ მოგეხსენებათ სოციალურ ქსელებში ძალიან ბევრი ტყუილი იწერება და თითქმის აღარაფრის მჯერა რაც იქ იწერება, მაგრამ უკვე შემდეგ ანდრია ჯაღმაიძემ რო განაცხადა საკლინიკასთან რომ ის დაიღუპა, იმის მერე ჯერაც გონს ვერ მოვედი, მაგრამ მინდა ვთქვა რომ ღმერთმა ნათელი დაუმკვიდროს მისულს. კარგით, დღეს ვისაუბრებთ ახლო აღმოსავლეთის ირგვლივ ვიტრიალებთ და ასევე შევეხებით იმ თემას, რომ ირაკლი კობახიძე შეხვდა ბელარუსის პრემიერ-მინისტრს, ვიცე-პრემიერს, დიახ, ბოდიშვიხტი, ვიცე-პრემიერს და გამიხილოთ ამ საკითხსაც თავიდან ბოლომდე. მოგესალმებით პირველ რიგში. უპირველეს ყოვლისა, ბატონო კონსტანტინე, მე მინდა მართლაც საშინელება მოხდა ჩვენ ქვეყანაში და არა თუმცა ჩვენ ქვეყანაში ჩვენ დავკარგეთ ჩვენი სულიერი მამა. დავკარგეთ ის ადამიანი, რომელმა ადამიანმა დღემდე თავისი მხრებით მოიტანა ჩვენი ქვეყანა. დღემდე მისი მადლი და მისი სიყვარული ფარავდა ყოველთვის ჩვენს თითოეულ მოსახლეს და თითოეულ ჩვენს საქართველოს მაცხოვრებელ ადამიანს. მტკივნეულია ეს ჩვენთვის, ძალიან მტკივნეულია. რადგან ის იყო ჩვენი მამა, პატრონი, მშობელი და უცებ გამოგვეცალა ხელიდან ადამიანმა მთელი თავისი სიცოცხლე მიუძღვნა საქართველოს მოსახლეობას, საქართველოს. სამწუხაროა ეს ყველაფერი და ამიტომ მინდა რომ მიუსამძიმრო მე მთლიანად სრულიად საქრისტიანოს და განსაკუთრებით საქართველოს მინდა მიუსამძიმრო. უფალსებარებოდეს ჩვენი პატრიარქი და უფალთან არის ის და უფალთან იქნება ყოველთვის, რადგან ეს იყო მადლი ამ ქვეყნის და სიყვარული ამ ქვეყნის. ღმერთმა აცხონოს მისი სული და სასუფეველში ამყოფოს ის. ძალიან ცუდია ეს ყველაფერი, მაგრამ რა ვქნათ. ჩვენ ვერ აღუდგებით იმას წინ, რაც აბსოლუტურად არსებობს და უფლისნებას ვერ დაუდგებით. ვერ შევაჩერებთ ჩვენ იმ პროცესებს ღმერთიდან დამოსულს კიდე უარყოფითი იყოს კიდე. ღმერთიდან უარყოფითი არ მოდის არასდროს, ღმერთიდან მოდის ყოველთვის სიყვარული და მოდის ყოველთვის მადლი. წაიყვანა ეს უფალმა თავისან. ეთყობა მან თავისი აქ უკვე მისია შეასრულა და ახლა უფალმა წაიყვანა თავისან. ღმერთმა აწვევს მისი სული. რაც შეეხება დავიწყოთ და შეეხება ირანში მიმდინარე პროცესებს ძალიან როგორც ხედავ ჩიხში შედის ამერიკის შეერთებული შტატები ირანთან მიმართებაში, რადგან როგორც ჩანს მათმა ეს ვერ გათვალენ ბოლომდე, ვერ გათვალეს ირანის შესაძლებლობები ბოლომდე როგორც ჩანს და შესაბამისად მათმა გადაწყვეტილების მიღება დააჩქარეს. იმიტომ რომ დღეს ვხედავთ რა მდგომარეობა არის ირანთან მიმართებაში და რა დღეში არის და რა
პროცესების განვითარებას ელოდება ამერიკის შეერთებული შტატების შემდგომ კიდევ. ანუ ირანმა მისცა საპასუხო დათმობები მისცა ძალიან შედეგიანი და ამ შედეგიანმა საპასუხო დათმობა ამერიკის შეერთებული შტატები ჩააგდოს საგონებელში. ამერიკის შეერთებული შტატების წაკეზებული ისრაელი დღეს არის ძალიან შავ დღეში. ყოველდღიურად იბომბება. და ყოველდღიურად ირანული რაკეტები წვივა თელ-ავივში. ყოველდღიურად ირანული რაკეტები ხვდება ყველა იმ სამხედრო სტრატეგიულ ობიექტებს, სადაც არის განლაგებული ისრაელის თავდაცვის ძალები და არა მარტო ისრაელის თავდაცვის ძალები. ამავდროულად არაბულ ქვეყნებში ყველგან ირანის მხრიდან ხდება სარაკეტო დათმობები, როგორც სამხედრო ბაზებზე, ასევე საელჩოებზე. სამიზნეები არის, პირდაპირ სამიზნეები არის, ეს ყველაფერი ირანისთვის. რადგან ირანისთვის დღეს არის როგორც ისრაელი, ისე ამერიკის შეერთებული შტატები მოწინააღმდეგე, მტერი. და მტერს ის აძლევს ძალიან შედეგიან საპასუხო დარტყმებს. ახლა, როდესაც ამბობენ და ღებულობენ გადაწყვეტილებებს და ჩვენ ვხედავთ კიდევ რაღაც გაურკვეველი ექსპერტების განცხადებებს, შეფასებებს, ხო? ეს არის გარედან შეფუთული ყველაფერი აბსოლუტურად. სიღრმისეულად შიგნით და დეტალებში რომ ჩაწვდებით, ხო? კი, გასაგებია ახლა მათ გაუნადგურეს სულიერი ლიდერი, გაუნადგურეს არაერთი მაღალთანადობრივი პირები, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მათ შემცვლელი ყველას მოუძებნეს. და აბსოლუტურად სისტემა არ ჩამოშლილა. ის სისტემა, რომელიც სისტემის საფუძველზეც ირანი დღეს აწარმოებს საპასუხო დარტყმებს. და მან სერიოზული რყევები მიცა თითქმის ყველა იმ ქვეყნებს, რომელი ქვეყნებიც მას მის წინააღმდეგ მოქმედებდა და მის წინააღმდეგ დაწყებულ სამხედრო ოპერაციას მხარს უჭერდა. ბატონო დრისთან მოგეხსენებათ ირანმა განუცხადა ოფიციალურ ბაქოს, რომ თუ თქვენ გააგრძელებთ ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერას, აი რამოდენიმე ასე მოვატია ჯარგონისთვის და ხოშიან მომს მიიღებთ ბაქოს ცენტრში. ამაზე რა სიტყვით? იცით რა არის ალიემა ფაქტიურად დღეს რაც გადაწყვეტილება მიიღო და რასაც აკეთებს, არა? მან ნიღაბი ჩამოიხსნა. ვიღაცას რო ეგონა რომ ალიევი და მისი ეს მთელი პოლიტიკური გუნდი იყო თითქოს პრორუსული, არ აღმოჩნდა ეს რომ პრორუსული იყო. ალიევი დღეს ცეცხლს ეთამაშება. რადგან ირანთან ჯერეთი აზერბაიჯანელი მოსახლეობის 20 მილიონამდე ცხოვრობს ირანის ტერიტორიაზე. აზერბაიჯანელი, ხო? და თითქმის ისინი დღეს ფაქტიურად ხარს უჭერენ იქაური აზერბაიჯანელი მოსახლეობა ირანის ხელისუფლებას. ხო? ეხლა ალიევს რაცხას დაპირდნენ და რაცხას შეცდომაში შეიყვანა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ალიევის ეს გადაწყვეტილება, რომელიც გადაწყვეტილებას ფაქტიურად არათუ მარტო აზერბაიჯანს, არამედ საფრთხეს უქმნის რეგიონს. ირანმა ის იმიტომ გააფრთხილა, რომ ალიევი დღეს მოქმედებს ირანის წინააღმდეგ. და მით უმეტეს, როდესაც აზერბაიჯანის ტერიტორიაზე დრონება დაარტყა, თითქოს და ეს ირანული დრონები იყო, აღმოჩნდა, რომ ეს არ იყო ირანული დრონები და ამას ალიევი ფაქტიურად არის ესეთი ინფორმაციებიც, რომ ეს პროვოკაცია იყო ებრაელური პროვოკაცია, მოსადის მიერ ორგანიზებული პროვოკაცია, რომელიც უნდათ აეკიდებინათ ირანისთვის, რომ დაარტყა აზერბაიჯანს, მაგრამ ირანმა ეს დაამტკიცა, რომ ეს არ იყო არც მათი ტერიტორიიდან წამოსული დრონები და არც მათ მიერ ორგანიზებული და ეს იყო შეთანხმებული პროვოკაცია, აზერბაიჯანულ ებრაელური შეთანხმებული პროვოკაცია იმისათვის, რომ ალიევს დაენახებინა თავისი აზერბაიჯანელი მოსახლეობისათვის, რომ თითქოს და მათ ირანი უტევდა. და რას აკეთებს ამ დროს სომხეთი და თურქეთი? იცით რა არის, სომხეთიც ამ დროს ამ მომენტში
ძალიან უცნაურად იქცევა. გასაგებია ღიად არ არის ჩართული ამ პროცესებში, მაგრამ პაშინიანიც არ დაგვავიწყდეს ჩვენ საიდან მოდის და ვის მიერ გამოჩეკილი არის და ვის პოლიტიკას ატარებს დღემდე სამხრეთში, ხო? უბრალოდ იძულებული არის რომ რაღაც ლავირებები გააკეთოს რუსეთთან მიმართებაში და ის ოსკამზეჯდომა მისთვის ალბათ საბოლოო ჯამში წამგებიანი იქნება, მაგრამ თურქეთი იმას აკეთებს, რომ თურქეთი ღიად არ არის ჩართული ამ პროცესებში და თურქეთი რაღაც ლავირებს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მაინც ერდოღანიც მოქმედებს ისე, რომ ირანს არ უნდა ძალიან რაღაცნაირი ისეთი ღია დაპირისპირება ჩაერთოს ირანთან მიმართებაში, რომ შემდგომ ეს მისთვის წამგებიანი იყოს. დღეს ყველა კარგად ხედავს, რომ ირანი დღეს დგას ძალიან მყარად. აბსოლუტურად ვერანაირმა იმ თელმა შერწყმულმა სამხედრო ოპერაციამ ეს ებრაელურ, ამერიკულის და ბრიტანული მოქმედება, რომელიც მოქმედებდა ირანის წინააღმდეგ, ვერაფერი სერიოზული ყევა ვერ მიცა მას. ამბობენ, აი გაანადგურა ეს სამხედრო ინფრასტრუქტურა, გაანადგურა აეროდრომები თითქოს ამერიკულმა რაკეტებმა და ებრაელულმა რაკეტებმა, მაგრამ ეს ყველაფერი არის აბსოლუტურად ის შენობა ნაგებობები, რომელიც მათ ჰქონდათ ბუტაფორიად განლაგებული სხვადასხვა ადგილებში. მათი სამხედრო მრეწველობა და სამხედრო ინფრასტრუქტურა მიწისქვეშა ტუნელებში მუშაობს და დღემდე გრძელდება და დღემდე ქმნიან ისინი იმ რაკეტებს და დღემდე ქმნიან ისინი იმ სამხედრო საშუალებებს, რომლებსაც ისინი ომში იყენებენ დღეს და რომლებითაც ისინი იგერიებენ თუნდაც იმ ამერიკულ და ებრაელულ რაკეტებს. ბატონ დრესნა, თქვენი აზრით რუსეთი რა არის რუსეთის რაშოვა ამ დროს რუსეთი, როდესაც ახლო აღმოსავლეთში ასეთი სიცხეა, ასე ვთქვათ. მაფელი რუსეთი რაშოვა, რუსეთი აკეთებს იმას, რაც უნდა გააკეთოს. აწუხებს რუსეთს ეს მდგომარეობა. მოქმედებს ისე როგორც უნდა იმოქმედოს ირანთან მიმართებაში. და დღეს თუ კი ჩვენ ვხედავთ სამხედრო ორგანიზებულ მოქმედებას ირანის მხრიდან, ეს არ დაგვავიწყდეს, რომ ერთი რუსეთს ურთიერთობები და მას აქვს გარკვეული ვალდებულებები ირანთან მიმართებაში აღებული. როგორც ჩინეთს, ისე რუსეთს, ხო? ამიტომ რუსეთი თავის საქმეს აკეთებს იქ. და თუ დღეს რაღაც მნიშვნელოვანი სამხედრო ოპერაციები ტარდება, ეს არის მსგავსება რუსულ სამხედრო ტაქტიკასთან და რუსულ სამხედრო ორგანიზებულ მოქმედებებთან, ხო? ანუ რუსეთი მოქმედებს ირანში და რუსეთი მხარს უჭერს ირანს და რუსეთის მხარდაჭერა ჩანს ირანთან მიმართებაში და როგორც პოლიტიკურად, ასევე სამხედრო თვალსაზრისით და ისინი მოქმედებენ იმისათვის, რომ ირანი გადაარჩინონ იმ სამხედრო აგრესიას, რომელიც სამხედრო აგრესიას მომდინარეობს ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან. ეხლა გამოგონილი რაღაც ბრალდებები, ხო? როგორც გამოიგონეს და როგორც თავის დროზე მათმა შექმნეს ერაყი სადამ ჰუსეინიდან მტრის ხატი და სადამ ჰუსეინი თითქოს აწარმოებდა ერაყში ბიოლოგიურ იარაღს, აღმოჩნდა რომ ეს ბიოლოგიური იარაღი კაცი რო ჩამოაღჩვეს, შემდგომ აღმოჩნდა რომ თურმე არ ყოფილა ეს, შემდეგ გამოვიდა კოლინ პაუერი და თქვა და ბოდიში მოიხადა. სადამ ჰუსეინის ჩამოშობის შემდეგ რომ არ ყოფილა ეს და ეს შეცდომა დაუშვა. ასევე იგივე მოხდა ლიბიაში კადაფთან მიმართებაში. მუამარ კადაფიდია. ხო, კადაფთან მიმართებაში და მოკლეს კაცი, მოკლეს, ხო? იგივე მოხდა და გაუკეთეს საშინელება. ხო, იგივე მოხდა იუგოსლავიაში რა გააკეთეს, ხო ხედავთ და მილოშევიჩი რომ მოკლეს ციხეში, კაცი მოკლეს ციხეში, შემდეგ ჩატარდა სასამართლო პროცესებს, სასამართლო პროცესმა გაამართლა მილოშევიჩი, სლობოდა მილოშევიჩი. ამერიკის შეერთებული შტატები პოლიტიკა და მიდგომები ამ ქვეყნებთან და საერთოდ იმ ქვეყნებთან, რომელი ქვეყნების მას დაპყრობის და ოკუპაციის სურვილი აქვს, ხო? ეს აკეთებს მისი ინტერესებიდან გამომდინარე და არა იმ ქვეყნების ინტერესებიდან გამომდინარე, რომელ ქვეყნებშიც ის შედის.
იგივე ნახეთ ახლა ავღანეთში რა მოვიდა და დაემართათ ხო ხედავთ ჩუსტებიანმა ხალხმა გამოაქციეს იქ და გამოაქციეს სამარცხვინოდ როგორ სამარცხვინოდ გამოაქციეს ჩვენ შევხედეთ და მთელი სამხედრო ტექნიკა და შეერაღება დაატოვებინეს აბსოლუტურად ეს მილიარდობით ქონება დაატოვებინეს და ისე გამოაქციეს და ბოლო აღიარეს მე რომ შეცდომა იყო ჩვენიო იქო ავღანეთში ჩვენი იქ ყოფნაო და ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება რომ გამოსულიყავით ხო შეცდომა არის ყველგან მათი ყოფნა რომელ ქვეყნებშიც მათ ყავთ განლაგებული თავიანთი ჯარები იმ ქვეყნებისათვის და მათთვის კი არა მათთვის ისინი შედიან იმისათვის რომ იმ ქვეყნების სიმდიდრეები წამოიღონ გადააკაჩავონ თავიანთ ქვეყნებში და გააზიარონ თავიანთი ქვეყნების ეკონომია ესაა მათი ინტერესები და ამ ინტერესები და გამომდინარე მოქმედებენ ხო ეხლა მოგონილი არის ის რომ ვითომეტეს ირანის ხელისუფლება აცხადებს რომ ჩვენ უკვე თითქმის ვაწარმოებდითო შეთანხმებებსო ამერიკის შეერთებულ შტატებთან შეხვედრები ტესტიურ ფაზაში იყო მიმდინარეობდა რაღაც გარკვეული საკითხების დამუშავებები პოლიტიკურად და რაღაც გარკვეული საკითხების შეთანხმებები მაგრამ არ ველოდითო მოულოდნელი იყო ჩვენთვის ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ეს მოქმედება რა მოქმედებების საფუძველზე მათო დაიწყეს სამხედრო ოპერაციები ირანის ტერიტორიაზე ანუ მათ არ ჩვევიათ და არა აქვთ მათ მყარი მიდგომები და სწორი მოქმედებები, სწორი მშვიდობიანი მოქმედებები ქვეყნებთან მიმართებაში. რადგან იციან რომ თუკი გადავა პოლიტიკურ დიალოგში და პოლიტიკურ რეჟიმში ეს მიდგომები ხო ისინი ყოველთვის ჩიხში შევლენ. ყოველთვის ჩიხში შევლენ. რით უსაბუთებდნენ დაუშვათ და რით უტკიცებდნენ ლიბიას რომ მუამარ კადაფი იყო მტერი მისი ქვეყნის რით აი რა ქონდა არ აქვს დამამტკიცებელი საბუთები ხო რით უსაბუთებდნენ რომ მუამარ კადაფი იყო დიქტატორი და მუამარ კადაფის ხელში ქვეყანა ინგრევოდა და იქცეოდა როცა მუამარ კადაფის ხელში ქვეყანა ყვაოდა აყვავებული იყო აბსოლუტურად არანაირი პრობლემები არ იყო არანაირი ჰარმონიაში ცხოვრობდა ხალხი ხო ესეთი ცხოვრება ბევრ ქვეყნებს არ აქვს და მათ შორის ევროპაშიც არ არის ესეთი ცხოვრება რაც ლიბიაში ხალხი ცხოვრობდა ეგ უფასო გაზი უფასო შუქი უფასო სწავლება უფასო სამედიცინო უფასო წყალი და ასე შემდგომ და ნავთობის ფასი მithumetes რა მინიმუმზე იყო დასული ხო და მე კიდევ იქ უამრავი სუბსიდიების სახელმწიფო დაფინანსებები ახალ დაქორწინებულებზე მრავალ შვილიანებზე და ნუ მოკლედ ეს იყო უმაღლეს დონეზე ყველაფერი და ეხლა ამ კუთხით რომ მას ამერიკის შეერთებულ შტატებს ლიბიასთან მიმართებაში დაეწყო აი ეს კაცი არაფერს არ აკეთებს და მტერია თავის ქვეყნის ხო ჩიხში შევიდოდა ამიტომ ფუთავდნენ ასეთ რაღაც ფერად რევოლუციებს ქმნიდნენ ადამიანებიდან მტრებს ხატებს კაციჭამიებს და ამზადებდნენ საზოგადოებრივ აზრს მიდგომებს და ამავდროულად იქ იმ ქვეყნებში ამზადებენ თავიანთ აგენტურებს, რომელი აგენტურას თითქოს ეს წარმოადგენს ქვეყანას და საზოგადოებას და შესაბამისად იქნებოდა უკმაყოფილების ფონი და ამ უკმაყოფილების ფონზე იწყებენ სამხედრო ოპერაციებს. და მათ შორის ჩვენთან ქვეყანაში ხო ხედავთ, აგერ მათი აგენტურა რას აკეთებს. ამერიკის შეერთებულ შტატების აგენტურა რას აკეთებს. დღემდე როგორ მოქმედებენ და დღემდე როგორ ისინი ცდილობენ რომ ქვეყანაში მაქსიმალურად დაძაბოს სიტუაცია, მდგომარეობა რომ შემდგომ დაივაროს სისხლი, ხო? ასე ხდება ყველა ქვეყნებში, სადაც ამერიკის შეერთებული შტატები განიზრახავენ და დაგეგმავენ სამხედრო ოპერაციებს. ამ ბინძურს სამხედრო ავანტურაში ჩათრებული არის აზერბაიჯანი, ჩათრებულია ალიევი და ჯობია რომ მან თავი შეიკავოს ამ ბინძურ სამხედრო კომპანიის მხარდაჭერაში ირანის წინააღმდეგ, რადგან კიდევ ვიმეორებ რომ ეს რეგიონს არ მოუტანს კარგს, არც აზერბაიჯანს და მათ შორის ჩვენს რეგიონს, კავკასიას, არც საქართველოს, არც ასომხეთს, ეს იქნება ძალიან ცუდი და ცუდი იქნება როგორც ეკონომიკურად, ასევე პოლიტიკურად და სამხედრო თვალსაზრისითაც, იმიტომ რომ ირან ჩვენ ნუ შევხედავთ ასე რაღაცნაირად ცალმხრივად, რომ თითქოს და ირანს არ აქვს ის შესაძლებლობები, რომელიც შესაძლებლობების საფუძველზე ის მოახერხებს და მოიგერიებს მოწინააღმდეგე მხარეს. ირანს საკმაოდ კარგი შესაძლებლობები აქვს და საკმაოდ კარგად შეუძლია ირანმა დაიცვას თავის თავი და დღემდე ამას აგრძელებს და უკვე ამას ხედავს ამერიკის შეერთებული შტატები ტრამპის ადმინისტრაცია რომ ირანთან უკვე არც ესე ადვილი ყოფილა თურმე სამხედრო ოპერაციების განხორციელება და უკვე ცდელობაც აქვს
ცდილობაც აქვს, რომ რაღაც გარკვეული დიალოგი წარმართოს ირანის ხელისუფლებასთან, მაგრამ ირანს არ აქვს ამის სურვილი. არ აქვს ამის სურვილი ირანს და ირანი გააგრძელებს იმ მოგერიებით ოპერაციებს, რომლის საფუძველზეც ირანი იცავს თავის თავს და თავის ქვეყანას და თავის მოსახლეობას. ის სხვა არავის დასხმიან თავს, არავის დასხმიან. ნუ ახლა მოდი ჩვენ გასაგებია ჩვენ თავის დროზე ამ მდგომარეობაშიც ვიყავით ისტორიულად, როგორ ისინი ჩვენ დღეში გვაგდებდნენ და როგორ გვაწიოკებდნენ, მაგრამ დღევანდელი გადასახედიდან ირანს აქვს სრული უფლება დაიცვას თავისი ხალხი, თავისი ტერიტორია და შესაბამისად აწარმოოს იქ მოგერიებითი ოპერაციები, რომელსაც ეს დღეს აწარმოებს, ხო? ირანს არ აქვს არანაირი პრობლემები სამხედრო თვალსაზრისით. ირანში ამავდროულად მთელი ეს ოპოზიცია გაერთიანდა და მხარში უდგას ხელისუფლებას. ამას შესახებ ოფიციალური განცხადებას გააკეთეს ირანის ოპოზიციამ. აი ეს სწორედ აი ამ საკითხთან დაკავშირებით ისინი გაერთიანდნენ, ხო? ანუ ეს ასე ადვილის არ ყოფილა თურმე და ასე ადვილადაც ვერ შეძლებს ამერიკის შეერთებული შტატები ირანელი ხალხის გატეხვას. ირანს სხვა ისტორია აქვს და სხვა იმიდან მოდის ცხოვრებიდან. ბატონ დროისთან გუშინ საღამოს განაცხადა ამ თემასაც მინდა შევეხო მცირე ხნით. გუშინ საღამოს განაცხადა ტაივანმა, რომ ჩვენს წყლებში სიახლოვეს, რა თქმა უნდა, ტაივან-ჩინეთის საზღვარზე, ასე ვთქვათ, განთავსებული შენიშნა ოფიციალურმა ტაივანის თავდაცვამ შენიშნა ჩინეთის მხრიდან ავიამზიდები, სხვადასხვა გამანადგურებლები, ასევე საჰაერო სივრცეში რაღაც სასწაული რაღაცები და უკვე ტაივანს დაეწყო გლეხურად რო ვთქვათ ელეთ-მელეთი და რაშია საქმე თქვენი აზრით. ვიცით რა არის, მოდი ტაივანი ვისი ტერიტორია არის, ვთქვათ რა პირდაპირ. ტაივანი არის ჩინეთის ტერიტორია. როგორც აფხაზეთი არის ჩვენი ტერიტორია, საქართველოს ისტორიული ნაწილი აფხაზეთის სამაჩაბლო, ხო? ისია ისტორიული ნაწილი ტაივანიც ჩინეთისათვის, ხო? ის თავის დროზე ამერიკის შეერთებულ შტატებს ჭირდებოდა ჩინეთის წინააღმდეგ და მოწყვიტა ჩინეთს და განალაგა თავიანთი სამხედრო ბაზები. ტაივანი დღეს ადრე თუ გვიან ჩინეთი დაიწყებს იქ სამხედრო ოპერაციებს ტაივანთან მიმართებაში და ამ ტერიტორიების დაბრუნებას დაიწყებს ის. ასე ვთქვათ, ჩინეთი იბრუნებს საკუთარ ტერიტორიას. ანუ ჩინეთი უკვე საკმაოდ მომძლავრებული ქვეყანა არის და საკმაოდ სერიოზული სამხედრო ძალა გააჩნია მას. ეკონომიკურად ჩვენ კარგად ვიცით როგორ ესე იგი დღეს დომინირებს ის მსოფლიოში ჩინეთი. და შესაბამისად მას აქვს პრეტენზიები თავის ტერიტორიების დაბრუნებისათვის. როგორც ჩვენ გვაქვს დღეს პრეტენზიები და გვინდა რომ დაებრუნოთ ჩვენი ტერიტორიები, ხო? ისიც აქვს მათ ტაივანთან მიმართებაში თავის ტერიტორიების დაბრუნება, ხო? ბუნებრივია ახლა იქ თავისთავად ცხადი არის, იქნება შენიშნავს ის როგორც საჰაერო სივრცეში, ისე საზღვაოში და სახმელეთო მიმართულებით რაღაც გარკვეულ გადაადგილებებს. ეს არის მუშა პროცესი არის მეორე მხარეს, რომელიც მხარეც ცდილობს როგორ დაებრუნოს ეს ტერიტორიები, ხო? ეს მუშა პროცესი აქვს სისტემატურად. ასე ვთქვათ, ჩინეთს მზადება აქვს გამოცხადებული. ჩინეთი დიდი ხანია მზადება აქვს გამოცხადებული, ჩინეთი დიდი ხანია ემზადება იმისათვის, რომ მან დაებრუნოს თავის ტერიტორია. აბა რა ელოდება? ალბათ არის რაღაც გარკვეული კიდევ რაღაც სამზადისი და არის გარკვეული. ანუ ის არჩქარობს ამერიკის შეერთებული შტატებივით. და ის ყველაფერს გაათვლის აბსოლუტურად. ის ყველა ნაბიჯი იქნება, ყველა დეტალი იქნება, ყველა ნიუანსი გათვლილი. ასე ვთქვათ, ჩინეთი ზერელედ არ იმუშავებს. არ იმუშავებს, რა თქმა უნდა, თუ კი ის დაიწყებს ტაივანთან მიმართებაში სამხედრო ოპერაციას, ის დაიწყებს ის მიიყვანს ბოლომდე და ამიტომ ბოლომდე რომ მიიყვანოს, ხო, მისთვის დაჩქარებული პროცესი წამგებიანია დღესდღეობით და რაღაც გარკვეული ეტაპები არის, რომელი ეტაპებისათვისაც უნდა ემზადებოდეს ის და ემზადება კიდევაც და შესაბამისად რაღაც გარკვეული საფეხურები, რომელიც უნდა გაიაროს ჩინეთმა იმისათვის, რომ დაებრუნოს თავისი კუთვნილი ისტორიული ტერიტორია და შესაბამისად მიირთოს ის დაკარგული და ის ოკუპირებული მხარე, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებმა თავის დროზე მოახდინა ტაივანის ოკუპაცია, ხო? და დღეს ის არის მისი განკარგულებაში და არა თითქოს და იქ ტაივანი დამოუკიდებელი სახელმწიფო არის და მას ხავს თავისი დემოკრატიული და სუვერენული ხელისუფლება. ეს არის ტყუილი ყველაფერი და ეს არის ყველაფერი ადამიანების თვალში ნაცარი შეყრა.
შესაბამისად ჩინეთის მოქმედება იქნება სწორი, თუ კი ის დაიწყებს თავის ტერიტორიების დაბრუნებას და მე მაგალითად მივესალმები იმას, რომ ჩინეთმა თავიანთი ტერიტორიები დაებრუნოს, თავიანთი ისტორიული ტერიტორიები დაებრუნოს და დაებრუნოს ის როგორ დაებრუნებს ეს უკვე სასაკითხი არის, მაგრამ ის რომ ის ცდილობს და ის ემზადება ამისთვის ეს ფაქტი არის. ყველაფერს დრო გვიჩვენებს, კეთილი ახლო აღმოსავლეთიდან და აზიიდან დავრუნდეთ უკვე ჩვენს საქართველოს და საქართველოში. ბატონო, მე მესმის საქართველოში კი დავრუნდებით საქართველოშიც, მაგრამ მე ისე მინდა დავბრუნდე ირანის თემას. კი ბატონო, გისმენთ. იმ ხარდამჭერებს, აი პარტნიორობას, რომელსაც ახორციელებს დაუშვათ თითქოს ამერიკის შეერთებული შტატები არაბულ ქვეყნებთან მიმართებაში, ხო? კი ბატონო. ჩვენ ვამბობთ და იძახიან და არიან ყოველთვის, რომ აი ჩვენი სტრატეგიული მხარდაჭერი ამერიკის შეერთებული შტატები და ის ჩვენ ყოველთვის ჩვენ გვერდით არის. არასდროს ისინი, როდესაც ხედავენ, რომ ისინი არიან ჩიხში შესული, არასდროს ისინი ბოლომდე გვერდში არ დაგიდგებიან და არც არასდროს დადგომიან ჩვენ გვერდში საქართველოს. ასეც მოხდა არაბულ ქვეყნებში. სადაც კი ირანული რაკეტა ჩამოარდა და დაეცა ამერიკოს სამხედრო ბაზებს, იმ ქვეყნებში ჩაალაგეს ჩემონები და გაიქცეს. მიატოვეს უკვე, დატოვეს ეს ქვეყნები უკვე. ანუ მათ არა თავიანთი ყარი მიდგომები ამ კუთხით და არასდროს ისინი არავის გვერდით არ უდგანან. თუ დგანან ისინი დგანან თავისი ინტერესები და გამომდინარე. თუ დგანან ისინი იქ დგანან იმისაც, რომ იყაჩაღონ იმ ქვეყანაში, ამოწურონ ბოლო რესურსი და მე წავიდნენ და მიატოვონ ეს ქვეყანა. ამისთვის დგანან. ასე რომ ყველა არაბული ქვეყნები, რომელშიც ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო კონტინგენტი იყო განლაგებული, რაღაც გარკვეული საელჩოები იყო და ასე შემდგომ, ყველა ჩაალაგა ჩემონები და გაიქცენ და წავიდნენ ყუდამოძუებული, როგორც ისინი გაიქცენ ავღანეთიდან ყუდამოძუებული და ზოგი თვითმფრინავი ჩამოკიდებულები მიდიოდნენ და ზოგი რა ვიცი რა გზებით ახერხებდა გასვლას, ხო? ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების მიდგომები და ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორობა და გვერდში დგომა. ანუ მათმა უკვე ირანში განიცადეს კრახი. როდესაც უკვე შენ ცდილობ სხვადასხვა ფორმით და სხვადასხვა სახით შეფუთო შენი ყოველდღიური მოქმედება ირანში და მიაწოდო საზოგადოებას ტყუილით გამოკვება უკვე აქ ტყუილებს უყურებ ჩვენ უკვე ეს უკვე არის შენი კრახი და შენი წაგება უკვე და ის ამ რაღაც გარკვეული შეფუთული არასწორი ინფორმაციების მიწოდების საფუძველზე ცდილობს უკვე რომ როგორ მოძებნოს გზა და დაიწყოს დიალოგი ირანთან. კარგით, დროა საქართველოში დავბრუნდეთ. ცოტა ხნის წინ ირაკლი კობახიძე შეხვდა ბელარუსის ვიცე-პრემიერს. ქონდა ოფიციალური შეხვედრა, იყო როგორც დახურული, ასევე ღია შეხვედრა საზოგადოებისთვის. სადაც ქონდა სხვადასხვა საუბარი, სხვადასხვა კითხვა-პასუხის რეჟიმი იყო მათ შორისაც და თქვენ უკეთ იცით, ასე ვთქვათ, ბევრი თუ არა ნაკლები მაინც იცით და რაც იცით შეგვიძლია პირდაპირ თქვენ ამ ჩემს ეთერში გავშალოთ ეს თემა და ვისაუბროთ და გავაკეთოთ ამ თემის სრული ანალიზი. მოდი, რაც შეეხება ბელორუსიას. ბელორუსიის დღევანდელი ცხოვრება ავიღოთ. ამ შეხვედრისას განვიხილავთ ახლა ჩვენ, მაგრამ ბელორუსია დღეს არის პირდაპირ განვითარების გზაზე. განვითარების გზაზე. ბელორუსიამ დღეს გადაუსწრო ძალიან ბევრ ევროპულ ქვეყანას. ეს შეიძლება ახლა ვიღაცა ჩემი მხრიდან, ჩემი განცხადება შეიძლება ვიღაცა უცნაურად მიიღოს ეს, მაგრამ ფაქტი სახეზე არის. იმიტომ რომ მე ჩემი თვალით მაქვს ეს ყველაფერი ნახული და მე პირადად არაერთხელ ვეყავი ბელორუსიაში და მიწევს ხოლმე ჩასვლა ბელორუსიაში და ვხედავ ყოველ ჩასვლაზე ახალი რაღაც სასიკეთო ხდება ამ ქვეყანაში, ხო? ეს არის სწრაფი ტემპით განვითარებადი ქვეყანა. როგორც ეკონომიკურად, ასე პოლიტიკურადაც და ძალიანად ბელორუსია არის ის ქვეყანა, რომელმა ქვეყანამ დაამტკიცა და დაამტკიცა ყოფილ საბჭოთა კავშირში შემავალ ქვეყნებს თუ როგორ შეიძლება ქვეყნის განვითარება. ეს გააკეთა ლუკაშენკომ. ლუკაშენკომ არ შეცვალა ის საბჭოთა სისტემა, არ შეცვალა. ლუკაშენკომ მოდერნიზაცია მოახდინა, მისი განახლება მოახდინა.
ლუკაშენკომ ის კი არ გააკეთა, როგორც ჩვენ გავაკეთეთ და დავიწყეთ ყველაფრის ნგრევა და განადგურება და გაჩანაგება. არა, მან სოფლის მეურნეობის მოდერნიზაცია მოახდინა, კოლექტივიზაციის მოდერნიზაცია მოახდინა, მეურნეობების მოდერნიზაცია მოახდინა. ამავდროულად ყველა ფაბრიკა, ქარხნები, რომელიც კი ბელორუსიაში საბჭოთა კავშირის დროს არსებობდა, ყველა ფაბრიკა, ქარხნები შეინარჩუნა მან და განაახლა აბსოლუტურად მთლიანად ეს ფაბრიკა, ქარხნები, მისი წარმოება განაახლა და ეს მთელი ეს სისტემა გააძლიერა. ამან გამოიწვია რა? ამან გამოიწვია ის, რომ ბელორუსიამ დაიწყო ახალი ბაზრების ძებნა და მოძებნა კიდევაც და რუსეთი არის მისთვის არაჩვეულებრივი ბაზარი. საერთოდ არ ჭირდება მას ევროკავშირში თავისი ნაწარმის გაყვანა და რეალიზაცია, აგერ როცა მას ყავს აგერ ამხელა დიდი მეგობარი ქვეყანა, მოკავშირე ქვეყანა, ოფიციალურად მოკავშირე ქვეყანა რუსეთი, სადაც ხდება ბელორუსიის პროდუქციის 90%-ის რეალიზაცია რუსეთის ტერიტორიაზე. ამან გამოიწვია მისი ეკონომიკის ზრდა. ამან გამოიწვია ქვეყნის განვითარება. ყველა კუთხით, ყველა მიმართულებით არის განვითარებული ქვეყანა. უმაღლეს დონეზე არის საგანმანათლებლო სისტემა, განათლება. უმაღლესი სასკოლო განათლება არის პირველ საფეხურზე. მედიცინა უმაღლეს დონეზე არის და ჩანს ეს ბელორუსიაში. ადამიანები ყველა ვინც კი არის ასაკოვანი და დამსახურება აქვთ მისი ქვეყნის წინაშე, ყველა არის პატივმიგებული და დაფასებული. ადამიანი გრძნობს თავს ადამიანად ამ ქვეყანაში. ეხლა აქ გარე ძალები აბსოლუტურად ინფორმაციას, რომ ლუკაშენკო არის დიქტატორი. არ არის ეს კაცი დიქტატორი, ეს კაცი არის მისი ქვეყნის პატრონი. ამ ქვეყანაში იგრძნობა, რომ ამ ქვეყანას ხავს პატრონი და უფროსი, რომელიც უფროსიც მართავს ძალიან კარგად ქვეყანას. და ამ ქვეყანაში არის ყველაფერი დალაგებულად. აი ეს იგრძნობა ამ ქვეყანაში. არ არის კორუფცია, აბსოლუტურად. არანაირი კორუფცია ბელორუსიაში არ არსებობს და არ არის. ბევრი ამბობს, რომ ასე ვთქვათ, ლუკაშენკო არის პუტინის მარჯვენა ხელი. თქვენ რა გასვაშია მარჯვენა ხელობა, პუტინის მარჯვენა ხელობა. ლუკაშენკოს ჭირდება მისი ქვეყნისთვის, რომ ჯერ ისტორიულად როგორც უკრაინელები და ბელორუსელები, რუსები არიან სლავიანები არიან და ერთი ისაა, თუ ერთი ოჯახიდან არიან, მაგალითად ხო? ეს ავიღოთ. მეორე რომ ლუკაშენკოს ჭირდება დღეს მისი ქვეყნისთვის, რომ ის იყოს რუსეთთან მოკავშირე და იყოს პუტინის მეგობარი. ამ მოკავშირეობამ და ამ პუტინთან მეგობრობამ ბელორუსიას დღეს შეუქმნა ძალიან კარგი უსაფრთხოების ქოლგა. სამხედრო თვალსაზრისით. ბელორუსია დღეს გახდა ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებს შორის. ბელორუსიამ დღეს მიიღო ბირთვული გასაღები. წარმოიდგინეთ თქვენ? ბირთვული ქოლგა მიიღო ბელორუსიამ დღეს იქ განლაგდა დღეს ბირთვული რაკეტები ბელორუსიაში. ეს ამის უკვე ფლობელი გახდა ეს ქვეყანა და რამხელა დიდი მიღწევა არის ეს მისი ქვეყნის პრეზიდენტის მხრიდან, ხო? ამაში რა არის ცუდი? პირიქით უკვე ის მუქარები, რომელი მუქარებიც მოდიოდა ბელორუსიას მიმართებაში სხვა ქვეყნებიდან, უკვე შეჩერდა, უკვე სადღაც გადაედნასვლა სხვაგან, ხო? ეს ამ გამოიწვია, სწორედ ამ ბირთვულმა ქოლგამ გამოიწვია, ხო? თორე ბელორუსიის ჯარი რა, ბელორუსიას ჯარი რა სიზავდა, მაგალითად, რამდენი ყავს ბელორუსიას ჯარი? 50000, ხო? დაუშვათ, ხო? მთელი დატო ჯარების შემოტევას ის გაუძლევდა, ვერ გამოუძლევდა. აი, რა გააკეთა მისმა მეგობარმა პუტინმა ბელორუსიასა მიმართებაში. შეუქმნა უსაფრთხოების ქოლგა. ამიტომ არის ახლა ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ და რატო უნდა ჩვენ უნდა ვიყვეთ გარკვეულად სწორი მიმართულებით ბელორუსიის პოლიტიკურ ელიტასთან მიმართებაში. და რატომ გვჭირდება ჩვენ დღეს რომ ყველანაირად ვეცადოთ იმისათვის რომ დავიწყოთ გარკვეული პოლიტიკური დიალოგი როგორც ბელორუსიის ხელმძღვანელობასთან, ლუკაშენკოსთან, ასევე რუსეთთან.
ჩვენთვის დღეს არის ყველაზე მეტი მომგებიანი და ყველაზე კარგი ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ ხედავთ რომ პატრონი არ აქვს. ჩვენ ვართ დღეს უპატრონოთ. საიდან ვის შემოგივარდება, კაცი შვილმა არ იცის. და ვინ დაგიწყებს თითისკიცის, ხო? მით უმეტეს შემოواردილებით ვარ არის კიდე, ხო? და შემოგზავნილები. ამიტომ რუსულ, ქართულ, ბელორუსიული კავშირი ეს იქნება იდეალური კავშირი ჩვენი ქვეყნისათვის, ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის, ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური წისთვისაც და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისათვის. არაჩვეულებრივი იქნება. კარგი არის, რომ რაღაც გადაედგა ნაბიჯები და ჩამოვიდა ბელორუსიის ვიცე-პრემიერი. ნუ ახლა ჩვენ არ ვიცით დეტალებში და ვერც ვიტყვით და ვერც შევაფასებთ ჯერ ზაზე იყო საუბარი და ვერანაირ ეცეთი ექსპერტი დღეს ვერ გააკეთებს ამის ანალიზს, ხო? ასეც არის. რადგან არ ვიცით. რაზე შეთანხმდნენ, რა საუბრები ჰქონდათ და როცა უკვე ალბათ გაჟღერდება და ინფორმირებული იქნება საზოგადოება ამის შესახებ, მე შეგვიძლია ჩვენ ანალიზი გავაკეთოთ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში კარგი იყო რომ შევთვალოთ ჩვენს პრემიერ-მინისტრს. ეს ცუდი ინფორმაციის ჩამოვიდა, კარგი ინფორმაციის ჩამოვიდა, ეს საკითხი არის. მნიშვნელოვანი ის არის რომ უკვე რაღაცა კომუნიკაცია შედგა. დიახ. რაღაცა უკვე ნაბიჯი გადაედგა. ამიტომ ამ შეხვედრა უნდა მოყვეს კიდევ და უფრო მაგალი რანგის შეხვედრა უნდა მოყვეს და თუ ჩვენ გვინდა რომ ჩვენ იმათ კი არ უნდა ბელორუსია ჩვენ შემოგთავაზა ლუკაშენკო მე კარგად მახსოვს რომ ქუთაისში მზად იყო ის გაეხსნა სატრაქტორო ქარხანა სადაც ჩვენ ქუთაისში გქონდა საბჭოთა დროს ბელორუსიის სატრაქტორო ქარხანის ფილიალი მზად იყო გაეხსნა მაგრამ რატომღაც ამაზე ამერიკელებმა არ მოგწეს ამის უფლება და ამის ნება და კიდევ უამრავი სხვა ქარხნების გახსნაზე იყო საუბარი აქ ბელორუსიის მხრიდან მაგრამ არ გააკეთეს და ძალიან ცუდია რომ არ გააკეთეს. საქართველოს ჩემი აზრით ამერიკა კი არა, საქართველოს ქართველი ხალხი უნდა მართავდეს, მე ასე ვფიქრობ. ისეთ რა არის, ჩვენ არავინ არ უნდა მართავდეს. ჩვენ გვყავს ერთი უზენაესი ღმერთი, უფალი, რომელიც არის ჩვენი მართველიც და ჩვენი მფარველიც, ხო? მაგრამ ქვეყანას ყავს ხელისუფლება. ხელისუფლება თუ შენ ხარ შენი ქვეყნის და შენი ხალხის მიერ რჩეული ხელისუფლება, ანუ შენ ხარ უფროსი ოჯახში და შენ უნდა გმართოს იმ ხალხმა, ვინც აგირჩია. და შენ ხალხის ნება უნდა გაითვალისწინო და ხალხის სიტყვა უნდა გაითვალისწინო. შენ ხალხთან უნდა იყო ხელისუფლება და არა ჩაიკეტო. ხელისუფლება რომ ჩაიკეტება, აი მაშინაა ცუდად საქმე. და ხელისუფლება რომ დაკარგავს ხალხთან კონტაქტებს და კომუნიკაციებს, აი მაშინ ის ხელისუფლება აღარ არის ხალხის ხელისუფლება. ამიტომ დღეს ხელისუფლება უნდა გაითვალისწინოს და უნდა შეხედოს სწორად, უნდა გააკეთოს სწორი ანალიზი რა უნდა ხალხს უნდა მშვიდობა და მადლობთ ამ მშვიდობისთვის ხელისუფლებას, რომ ამას ახერხებს და აკეთებს, მაგრამ ხალხს უნდა წინსვლა. ხალხს უნდა საქართველოს ტერიტორიების მთლიანობის აღდგენა, ხო? ხალხს უნდა ის რომ მოხდეს ის ძველი ურთიერთობების დალაგება, რომელიც თავის ძროზე ქონდა ჩვენ ბელორუსიანსა და ქონდა რუსეთთან და ქონდა აფხაზეთთან და ქონდა ოსეთთან, ხო ეს უნდა ხალხს. ამიტომ ამისათვის და ამაზე უნდა იმუშაოს დღეს ხელისუფლებამ ხალხთან ერთად. და მე მგონი რომ ეს ძალიან მალე მოვა ეს დროც და ჩვენ მე დარწმუნებული ვარ იმაში რომ ის ურთიერთობები დალაგდება და ამ ურთიერთობების დალაგების საფუძველზე ჩვენ ტერიტორიებს კი დავიბრუნებთ აფხაზეთის სამაჩაბლოს დავიბრუნებთ აფხაზებს და ოსებს ხალხს დავიბრუნებთ ხალხი უნდა დავიბრუნოთ ჩვენ რომ ამ ხალხმა შემდგომ უკვე შეხედოს რომ ისინი არიან დაბრუნებული თავიანთ ოჯახებში თავიანთ სახლებში და შესაბამისად ამის საფუძველზე გაძლიერდება და გამთლიანდება ჩვენი ქვეყანა და აღდგება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგება. ამიტომ ქართულ-ბელორუსიული ურთიერთობას უნდა მიეცეს მის დალაგებას და მის ვიზიტებს და მის შეხვედრებს ინტენსიური ხასიათი, ამ ინტენსიური ხასიათის საფუძველზე უკვე გამოინახება რაღაც გარკვეული გასაღები იმისათვის, რომ ბელორუსიამ და ლუკაშენკომ შეასრულოს მთავარი როლი, როგორ უნდა შევრიგდეთ ქართველი ოსები, აფხაზები და რუსები და როგორ უნდა ვიცხოვროთ ყველა ერთ სივრცეში, ერთ კავშირში და ერთ ოჯახში, რომ ჩვენ ვიყოთ ხელშეუხებლები, როგორც არის დღეს ბელორუსია ხელშეუხებელი და ჩვენ გქონდეს როგორც აქვს ბელორუსიას ის დიდი უსაფრთხოების ქოლგა, რასაც ქვია ბირთვული შემადგენლობა. და თქვენ წარმოედგინეთ
ვერც ამერიკის შეერთებული შტატები, როგორც დღეს აფათურებს ასე ხელს ჩვენ ქვეყანაში და რაც უნდა იმას აკეთებს, ვერც ევროკავშირი და ვერც ის ქვეყნები ვეღარ ითარეშებენ ისე, როგორც ახლა თარეშობენ. კარგი, ძალიან დიდი მადლობა ბატონ რისთან, ჩვენი საერთო დრო უკვე ამოიწურა. ძალიან დიდი მადლობა სტუდიაში მოგზაურობისა და გადაცემაში მონაწილეობისთვის და როდესაც თქვენ კარგი ფეხი გაქვთ ჩემს გადაცემაში, როდესაც სტუმრობთ ხოლმე ყოველთვის სიახლე და კარგი დადებითი ინფორმაციები და ამბები ხდება არა მარტო ჩვენს ტელევიზიაში, არამედ ჩვენს ყველა სპირა ცხოვრებაში და ღმერთმა გაგახაროთ და გაგამრავლოთ და მადლობა თქვენ და მადლობა იმისათვის, რომ ასეთი საინტერესო კითხვები გაქვთ ხოლმე ჩემთან მიმართებაში ამ გადაცემებში და კარგი არის რომ საზოგადოებას ეს გულთან მიაქვთ და კარგი არის რომ ჩვენ გვყავს საკმაოდ დიდი მხარდამჭერი საქართველოს მოსახლეობის ჩათვლით და მისი დამადობით. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ. მე გადავწყვიტე ამ დილით რომ ჩვენ დაუბრუნდეთ ტრადიციას და ყოველ ოთხშაბათს მე და თქვენ უკვე გავაკეთოთ ყოველკვირეული ანალიზი. კი ბატონო. აი ამ გადაცემის სახით. მე მზათა ვარ. კარგით, მე კიდევ დაგემშვიდობებით ორშაბათამდე, ორშაბათს საღამოს 8 საათზე შევხვდებით ერთმანეთს და უკვე ყოველ ოთხშაბათს მე და ბატონი ტრისტან წითელაშვილი გავაკეთებთ კვირის ანალიზის დროის ეთერში და TV+-ის ეთერში. გემშვიდობებით მომავალ ორშაბათამდე დროებით.